ინფორმაციას დაზღვევის სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ჯანდაცვის მინისტრისგან გავიგებთ. დავით სარგენკო გვერდდება პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობისა, ბატონო დავით, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. პირველ რიგში, ბატონო დავით, ყველასთვის საინტერესოა დაფინანსების სისტემა. მოხდება შემოსავლების მიხედვით მოსახლეობის დიფერენცირება და თუ მოხდება რა კრიტერიუმით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით, რომ საშუალება მეძლევა გამარტებისათვის. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის საკითხებზე ნებისმიერი თემა აქტუალური არის მთელი საზოგადოებისთვის, ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, როგორც ჩემ კოლეგებს, ასევე ექსპერტებს, რომ წინსწრები რაღაც დასკვნებისაგან და წინსწრები განცხადებებისაგან თავი შეიკავონ. მივყვები ვესტები აი გარკვეული ეტაპების მიხედვით. პირველი ის, რომ რაც გაცხადდა, რომ 9 მილიონზე მეტი ადამიანი ვერ მიიღებს, ვეღარ მიიღებს მონაწილეობას საყოველთაო ჯანდაცვაში და ეს სწორედ ის 9 მილიონზე მეტია, ვისაც კერძო დაზღვევა აქვს. ამაში სიახლე არაფერი არ არის და ეს ჯერ კიდევ 2013 წლის 28 თებერვალს ჩაიდო, ასე ვთქვათ, საყოველთაო ჯანდაცვის როგორც კონცეფციაში, ასევე მთავრობის დადგენილებაში. ანუ ეს სიახლე არ არის და ეს აქამდეც ასე ხდებოდა. საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულობის კრიტერიუმი იყო და ჯერჯერობით რჩება ის, რომ ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევა. პრობლემა შეიქმნა იმითი, რომ ეს კონცეფცია, ეს იდეა, ეს ფილტრი განმტკიცებული მთავრობის დადგენილებით დათარიღებული არის 2013 წლის მდგომარეობით. მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა, ეს ბაზები უნდა განახლდეს, ერთი ეტაპი უკვე დასრულებულია. მე ვფიქრობ, ბატონო დავით, ჩვენი მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს გუშინ მაგალითად აკაკიზოიძემ თქვა, რომ 535,000 ადამიანი, რომელიც დაზღვეულია კერძოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც სარგებლობს, ის რომ კერძო კომპანიაში ვინც იყო დაზღვეული წლების წინ თქვა, რომ ვერ მიიღებდა სახელმწიფო დახმარებას, თუმცა სურათი ფაქტი სახეზეა. ვერ აკონტროლებდა სამინისტრო ამ მონაცემებს და თუ ვერ აკონტროლებდა, მაშინ რა მექანიზმი უნდა შემუშავდეს, რომ გაკონტროლდეს, რათა ორმაგი წყაროთი არ ისარგებლოს მოსახლეობის ნაწილმა. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 534,000 ადამიანი, რაც მე მახსოვს, ვინც სარგებლობს ოფიციალურად კერძო სადაზღვევო პოლისებით, არ სარგებლობენ და არც არასოდეს უსარგებლიათ საყოველთაო ჯანდაცვით. პრობლემა არის იმაში, რომ არის გარკვეული ზედება რამოდენიმე 10,000 ადამიანი და არა 9 მილიონზე მეტი. მე ვფიქრობ, რომ კაკის სხვა რამის თქმა უნდა და უბრალოდ რაღაც აზრის ჩამოყალიბება ვერ შეძლო, ისე 9 მილიონი ადამიანი არ სარგებლობს კერძოთით და საყოველთაოთით, არამედ 9 მილიონი ადამიანი სარგებლობს მხოლოდ კერძოთი, დანარჩენი საყოველთაოთი. არის ბაზების გარკვეული ზედება რამოდენიმე 10,000 ადამიანით, რომელიც ერთის მხრივ მართლაც ცდილობენ მზღვეველები ზოგ შემთხვევაში, რომ ორმაგი დაფინანსება მოიპოვო, მეორე მხრივ დარჩენ არც ერთის და არც მეორეს გარეშე. სწორედ აი ამ დაზუსტებაზე არის საუბარი და არა ის, რომ 9 მილიონი ადამიანი სარგებლობს ორმაგი დაფინანსებით. ესე არ არის ნამდვილად. და ბატონო დავით, კიდევ რას გულისხმობს მეორე ეტაპი? დღეს თქვენ თქვით, რომ ძირითადი აქცენტი არის ხარისხზე. რას გულისხმობს ეს? შემცირდება იმ სამედიცინო დაწესებულებების რიცხვი, ვინც საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობდა? აი მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვა ზოგადად ეყრდნობა 3 საფუძველს. ეს არის მიწტომადობა, ეს არის ხარისხი, ეს არის ფასი. ეს არის 3 საფუძველი, რაზეც უნდა იდგას. პირველი ეტაპის ამოცანა ჩვენი პირველი 4 წლის განმავლობაში იყო მნიშვნელოვნად გაგვეზარდა მიწტომადობა და ეს მართლაც შევძელით. გავაორმაგეთ მიწტომადობა ჯანდაცვის სერვისებზე. თუმცა თუ არ იქონია ზემოქმედება დანარჩენ ორზე, ფასზე და ხარისხზე, ეს იქნება ნაწილობრივი რეფორმა. ჩვენი ეხანდელი ამოცანა არის ხარისხის გაუმჯობესება, რომლისთვისაც ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ეყენებს 3 ინსტრუმენტს. ეს არის ნებართვები და ლიცენზირება, ეს არის ხარისხზე და შესრულებაზე დაფუძნებული რანჟირება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა რიგის ანაზღაურება, რაც ძალიან რთული სისტემაა და ეს არის მესამე ინსტრუმენტი, სამედიცინო დაწესებულებების სელექტიური არჩევითი დაკონტრაქტება. ანუ სამედიცინო დაწესებულებებს პირობითად 100-ივეს აქვს ლიცენზია, სხვანაირად ისინი ვერ იქნებიან სამედიცინო დაწესებულებები, თუმცა სახელმწიფო აწესებს დამატებით კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ ამ სამედიცინო დაწესებულებებმა იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ საყოველთაო ჯანდაცვაში. მთელი ეს კონცეფცია მიმართული არის იქეთკენ, რომ გაიზარდოს ხარისხი, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე არის უმძლავრესი ინსტრუმენტი ზედმეტი არასაჭირო ხარჯების
უკაცრავად შესაკავებლად. ბატონო დავით, თქვენ წეღან ახსენეთ ფასი, ისე უნდა დაუბრუნდე კერძო სადაზღვევო კომპანიების და სახელმწიფო დაზღვევის გამიჯვნის საკითხს. გუშინ კერძო დაზღვევის კომპანიების წარმომადგენლება განაცხადეს, რომ ამ გამიჯვნას დაზღვევის პაკეტის 20-25%-ით გაძვირება მოყვება. თქვენ გაქვთ ეს მოლოდინი და რა შეგიძლიათ უთხრათ მათ? საკუთრივ სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. მე არ ვიცი ვინ განაცხადა და მართალი გითხრათ ყოველგვარი რაღაც სარკაზმის გარეშე ვფრო საიდან დათვალეს 20-25%, იმიტომ რომ მთელი ამოცანა არის რა. ყველასთვის და პირველ რიგში სადაზღვევო ინდუსტრიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის იმის ცოდნა თუ რამდენად პროგნოზირებადი არის ბაზარი უახლოესი 1-2-3 წლის განმავლობაში. სუდი იქნება, კარგი იქნება თუ საშუალო იქნება, მათთვის მთავარია რომ ეს იყოს პროგნოზირებადი. არსებული მონაცემთა ბაზების გაუმართავობა ჩვენ არ გვაძლევს პროგნოზირების საშუალებას, უბრალოდ არ ვიცით სრული სურათი. მე შემიძლია გითხრათ, რომ 536,000 დაზღვეულიდან ჩვენ მოვიპოვეთ სექტემბრის მდგომარეობით 128,000. მათში აღმოჩნდა, რომ 25,000 სარგებლობდა, ცდილობდა ესარგებლა ორმაგი დაფინანსებით, ანუ მთლიანი რაოდენობის 20%. როდესაც დასრულდება ამ ბაზების დადარება და ჩვენ გვექნება სრული სურათი ერთის მხრივ, ეს მოგცემს ზუსტი პროგნოზირების საშუალებას და ჩვენ არასოდეს არ გაგვიკეთებია ამ 4 წლის განმავლობაში და თუ ალბათ მისმენენ ჩვენი პარტნიორები სადაზღვევო ინდუსტრიიდან, მათ საზიანოთ რაღაც მალულად ნაბიჯები არ გადაგვიდგა. ჩვენი ნაბიჯები ყოველთვის იყო კოორდინირებული, ექსპერტულ ფილტრ გატარებული, ასე ვთქვათ, და შეჯერებული. შესაბამისად 25-ით გააძვირებს თუ 30-ით თუ საერთოდ არ გააძვირებს, ამ პირიქით გააიაფებს, გვეცოდინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ სრულ-სრულად დავდებთ, მე ვფიქრობ, რომ ეს უახლოესი კვირების განმავლობაში იქნება, გავაანალიზებთ ამ ყველაფერს და დავგეგმავთ იმ ნაბიჯებს, რომელიც იქნება მიმართული ჩვენი მოქალაქეებისთვის საუკეთესო სერვისების მისაღებად. ბატონო დავით, საკითხი, რომელიც აინტერესებს საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე ადამიანებს, ვინც გადავიდა კერძო დაზღვევიდან საყოველთაო დაზღვევით მისარგებლობს ახლა და აქვთ მინიმალური პაკეტი, მათთვის იგეგმება რაიმე ცვლილება? დიახ, ამოცანა ხო ეს არის, რომ ჩვენ ერთის მხრივ მივიღეთ ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც აქვთ იმის შესაძლებლობა და სამწუხაროდ ხშირად იყენებენ მზღვეველები ამას, რომ ორმაგი დაფინანსება მიიღონ, ანუ მათ ნაყიდი აქვს სადაზღვევო პაკეტი, სადაც დაუშვათ წერია, რომ რაღაც სერვისის 70%-ს უნაზღაურებს კერძო კომპანია. როდესაც დგება ეს შემთხვევა, კერძო კომპანია ზოგ შემთხვევაში, ყველა არა უმცირესობა, აგზავნის ჩვენთან, რომ ჯერ ჩვენ დაუფინანსოთ, სახელმწიფო დაუფინანსოს და მერე ნარჩენი დააფინანსოს მას. ეს არის ერთი ჯგუფი მოდული პრობლემების. მეორე არის ის მოქალაქეები, რომლებსაც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ჰქონდათ კერძო დაზღვევა და შესაბამისად იმ კრიტერიუმით, რომელიც მე დასაწყისში მოგახსენეთ, ვერ გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეები. ამის შემდეგ მათ რაიმე რაღაც მიზეზის გამო დაკარგეს კერძო დაზღვევა, ახალი ვერ შეიძინეს, მაგრამ ვერ შეიძინეს ასევე საყოველთაო საბაზო პაკეტი. მათ მხოლოდ მინიმალური შეუძლიათ სარგებლობა, თუმცა რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის. ჩვენი ამოცანა ამ ბაზების დაზუსტების სწორედ ეს არის, რომ პირველი პოზიტიური და ნეგატიური დისკრიმინაცია გავანოლოთ საერთოდ, ელიმინაცია გავუკეთოთ და გავუკეთოთ სწორი პროგნოზირება, რომელიც ასე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოსთვის, თითოეულ ჩვენი მოქალაქისათვის და იგივე სადაზღვევო ინდუსტრიისთვის, მათთვის მთავარი გზამკვლევი, სწორედ ეს არის პროგნოზირებადი ბაზარი. აი ეს არის ჩვენი ამოცანა. ძალიან დიდი მადლობა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პასუხობდა ჩვენს კითხვებს. მადლობა თქვენ. და სხვა თემებით